ერთი მტკივნეული თემა და მით უმეტეს აქ თუ არ ვიკითხება, სად უნდა ვიკითხო, გემოვნების საკითხი რა. ამ TikTok-მა რომ 1-2 ხა არ ქონია TikTok-ი და რაც მამების დრო დავიწყეთ, იქაც ვდებ ჩვენ ვიდეოებს და რაღაცები ამომიხდება ხოლმე. წარმოუდგენელი სიგიჟეებია და ეს ყველაფერი ჩვენ შვილებზე მოქმედებს. გემოვნება ენგრევათ მე მგონი და არ ვიცი აქ როგორ უნდა გავიქცეთ, რას ფიქრობთ, რა არის გამოსავალი. საცტურები ჩვენ დროს სხვა იყო, ამ დროს სხვა არის, მაგრამ მგონია რომ რაც მე ცუდ შეხედავენ უკეთეს კარგს და იპოვიან მე. ესე მგონი, იმიტომ ეს ნაგავი რო იჩითება ბოდიში მაყურებელთან, ჩემთვის ნაგავს ვეძახი მაგას რა, რომ როგორ შეიძლება 3 წამში იყო მოწამლული ან მოტენილი. შინაარსი ამის არ იცი არაფერი არის, მაგრამ მიდის და ჩქარია რა. და რაღაცნაირად twins არ ყვებავს, ფიტავს. და ხო და დადებს მე. აი ამის მერე რო გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ყოფილიყოს არა აქედან. იმიტომ რომ TikTok-ში რაღაც დადგმულ თუ მომენტალურ თუ ისკრას ვნახავთ თუ რაღაცას ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ეგრე უნდა ვიცხოვროთ. ბავშვები მე ჩვენზე კარგად იციან მე მგონი. მეც აი იმას რო თამაშობენ სროლას. ბაღბუხ ხდები რა და მე ისე თურმე ონლაინ არის. რეალური ადამიანები თამაშობენ. მე რო თამაშობდი ხოლმე ბავშვობაში, იყო ტურებში გავდიო, კომპიუტერს ვეთამაშებოდი რაღაც. კონტრა იყო ხო, კასეტა იყო ჩადებული, ამ კასეტას უგები. რომელიც ტელევიზორს ახუჭებდა. ხო, ეგები ამბობდნენ, რომ გადაიწვება. დაიწვება. გამორჩა. რა მაგარი იყო. და გუწრფელი იყო. კი. მართლა ეჯერა. ესენი ნახე რა, ამას მე დებენ ბავშვს ხანერით იქცენი. მე მგონია რომ ეს მარტო ტვინის კიბოა რა და არაფერი კაის მომტანი რა გითხრა. იქ რო კაი ინფორმაციები იყოს, იმხელა პლატფორმა ექნებოდა. აი მაგარი არის მაგალითად დაკვრის მომენტს ნახავ რომ ტიპი რა მაგრა უკრავს თუ ხო? მაგრამ ისეთ იმის ზემოთ და იმის ქვემოთ ისეთი ამბავია. ეს გავიწყდება და ის გამახსოვრდება რა, რაკეტა როგორ გავარდა თუ ვიღაცამ როგორ ჩაახალა. ასეთი გულახტილი ძალადობა, რა ვიცი მე ტელეფონში მიხვდი? ხო, ანუ ამას თვალწინა აქვს მასალა, რასაც ჩვენ გაურბივართ. პირდაპირ ხელის გულზე აქვს. თუ გაურბოდით, თუ არ გქონდა. ჩვენ ეგეთი ბოროტება არ ვიცოდით, მაგრამ არა წაქცეულ კაცს ხელს როგორ დაარტყამდი, ჯერ უნდა წამომდგარიყო და უნდა გეკითხა და უნდა ეთქვა და მერე თუ კიდე რაღაცა. თორე სირცხვილი იყო, აბა ახლა წაქცეული კი. ხოთები რა, აი გული მტკივა ხოლმე, რომ როგორ ის ვაჟკაცური სად არის რაღაცა.